მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია Inside Rugby-ის მორიგი გადაცემა, რომელიც რა თქმა უნდა მიეძღვნება ქართულ რაგბს. ტრადიციულად გადაცემის მასპინძლები და წამყვანები ვიქნებით ანტონ ფეიქრიშვილი, გიორგი ბარბაქაძე. დღეს ჩვენი კოლეგა ლევან უბოლაძე იქნება ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა ლევან, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხარ. ყოველთვის საინტერესოა ხოლმე შენი ჩვენ გადაცემაში სტუმრობა. ყველა ლოკაციაზე ეხლა ვფიქრობდი და სადაც კი ყოფილიყო, ყველა ლოკაციაზე ხარ ნაყოფი ჩვენთან სტუმრად. თან თავიდან პოდკასტის პირველი სპორტული პოდკასტი რო იყო, იქაც სოფლიო თასის ფინალზე 2019-ში კალატოზი და ნია იყო. კი. მივესალმები პატივცემ საზოგადოებას. იმედია სასიამოვნო საუბარი, სარაგბო საუბარი გამოგვივა. მადლობა რომ გამონახეთ, რომ როგორც ყოველთვის სასიამოვნო ლაპარაკი გვექნება. როგორ ხარ, გითხარი, მონაწყვებულ გულშემატკივრებს შენსას. ვეღარ ხედავთ ხოლმე მინდორზე, ვეღარ ხედავთ, ეხლა უშუალოდ მარტო ხმა გვესმის და ხმა გვესმის პრემიერშიპის ნოჩების შვიდკაცების. რაც ერთი წელი მინდოდა რომ პაუზა მქონოდა სამსნელო იმის ცოტა კი არის ძალიან გადავობი 20 წელი გამომივიდა მთლიანობაში ძალიან ბავშვთა რაგბიდან მოყოლებული ახათან თამაშობ მე ისა და მე უკვე ბოლო 10 წელი კაცთა გუნდის სნელობა და მე თვითონაც მინდოდა თან ცუდი ამბები იყო და რაღაც ამბავში მინდოდა რომ ცოტა გვერდიდან შემეხედა ბევრი რამისთვის მაგრამ თან ედუკატორის მიმართულებით მინდოდა რომ წავსულიყავი ერთ-ერთი მიმართულება იქონოდა და სოფლიო რაგბის კურსი გავიარე, გავხდი სოფლიო რაგბის სნელის სარაგბო სნელების ედუკატორი და რაც შეეხება ამ პერიოდს მოკლედ რაღაცა ლაპარაკები მქონდა გუნდებთან მაგრამ აი ამ პროფესიის რეგიონალური განვითარების კუთხით მქონდა რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ არადასამალია. სამწუხაროდ რაგბის კავშირის რამოდენიმე არაკეთილმოსურნე ადამიანისგან დავიბლოკე ამ ხრივ და მაგრამ არა უშავს რა და სტატუსის მოცემა ამ სემინარების კუთხით რაგბის კავშირიდან გჭირდება, ისე არ ხდება რა. მაგრამ რაღაც გარკვეული პაუზა ამ ხრივ გამომივიდა, მაგრამ მაგ ორ გუნდთან ურთიერთობა ჩართული ვარ, რაღაცა უფრო კონსულტატის პოზიციაზე და არა ვარ მოწყვეტილი, თან იქითაც ტელევიზია რაღაც თამაშები. მოკლედ რაგბიდან არა ვარ მოწყვეტილი, აი ეს აგვისტოდან ამ ხრივ ორ გუნდთან მაქვს კონტაქტი კონსულტაციის პოზიციაზე. Pro voluntary. ხო, სასიამოვნოა, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა ძალიან ცუდი ფაქტია, რომ რაც არ უნდა იყოს, რომელი მხარეც არ უნდა იყოს, საქართველოს არ არის, ქართული რაგბი არ არის, ასე ვთქვათ. ისეთი მდიდარი, რომ ასეთი სპეციალისტები დაიბლოკოს ნამდვილად ეგ დასაკარგი მითუმეტეს, ხო, არა, მიუღებელია ეგ ამბავი. ლევან, გამოგივიდა მაინც პაუზა, შენ საუბრობდი, რომ აი რაღაც გარკვეული პაუზა გამოგივიდა, ავად თუ ცუდად. აი როგორი არის შენი მხრიდან დანახული, მაგალითად დიდი 10 პირველი ლიგა. საინტერესო იქნება შენი შეფასება. ერთია, როდესაც შენ თვითონ მუშაობდა ხარ მთავარი მწვრთნელის რანგში, მთლიანად აწყობილი გუნდის ხერხემალი და იქ უშუალო მონაწილე ხარ და მეორე არის აი, როდესაც რაღაც გარკვეული პაუზა გაქვს აღებული, გამოსული ხარ გვერდიდან და აი გვერდიდან ნაკვირდები, აი რა ცვლილებებს ხედავ მაგალითად ან კარგს ან რაც სულს. საინტერესო იქნება შენი მხრიდან დანახული ეს დიდი 10 და თუნდაც პირველი ლიგა, იმიტომ რომ შარშან აბსოლუტურად ცოტა სხვანაირი პირველი ლიგა იყო და წელს უკვე შეიცვალა და თქვა სხვანაირი პირველი ლიგა. მithumetes მე ვიცი ისიც რომ შენ ძალიან დიდი წვლილი მიგიწვნეს იმაში რომ მაგალითად აი შეჯიბრების სტრუქტურა პირველ ლიგაში ერთ-ერთი მოთავე იყავი რომ ზუსტად იგივე ფორმატზე ყოფილიყო თქვა პლეი-ოფის სისტემა რაც დიდათში არის რომ პირველ ლიგაში ზუსტად იგივე ყოფილიყო შენი უშუალო ჩართულობით მოხდა ეს მახსოვს შარშან. აი ამაზე თუ შეგიძლია. კი ანუ მაგას აი ბოლოს რაც თქვი მაგას აი გავაგზელებ. მოკლედ აი დიდი 10 შემცირების თემა რო იყო, მაგროს კლუბებთან ერთობასავით მოხერხდა რომ
გაკეთა რაღაც შეხვედრები და ნუ კონკრეტული გადაწყვეტილება შეცვლილი იქნა რომ დარჩენილიყო ის იგივე დიდიათი ნუ 10 გუნდიანი სისტემა და მან ერთ-ერთი აზრი გქონდა იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით აი სტატისტიკურად თამაშები არ იყო ხოლმე განსაკუთრებით სეზონის მეორე ნახევარში პირველ ლიგაში დაძაბული, რადგან აი პლეი-ოფში მოკლედ ზედა პირველი ორ ადგილზე ვინც იბრძოდა და ერთი ორი გუნდი ვინც ჭიდაობდა ზემოთ ასასვლელად და იგივე ქვემოთ იყო და ამ ხრივ 6 გუნდიანი პლეი-ოფი, როდესაც ვთქვით, ვკითხე გუნდების მოკლედ ცნელებს, მენეჯერებს, პრეზიდენტებს და აბსოლუტურად 10-ვე გუნდმა ხელი მოაწერა, რომ კარგი აზრი იქნებოდა და მივიტანეთ გამგეობამდე და პრობლემაც არ ყოფილა, იმ დიდიათი, როდესაც გადაწყდა რომ არ შემცირდებოდა, მაგასთან ერთად გავიდა და პირველივე სეზონმა გამოაჩინა რომ პირველმა ლიგა მოიმატა. ეს მარტო ეს არ ყოფილა მთავარი ფაქტორი იმის რომ თამაშები უფრო ყურებადი გახდა და უფრო დაძაბული იყო. ნუ ვერ ვიტყვით რომ ხარისხით მანავაც მაგალი იყო, მაგრამ უფრო დაძაბულობა იყო, იმიტომ რომ გუნდები დასარჩენად იბრძოდნენ ან პლეი-ოფში გასასვლელად და მესამეზე გასულსაც ჩანსი აქვს, მეოთხეზე და მეექვსეზეც და ბოლო ტურამდე მე-7-ე მე-8-ზეც ვინც არის, ან დაბლა არ გავიდე, ან ზემოთ ახდება და ამ ხრივ ამის გარდა ლეგიონერები უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ პირველი ლიგის გუნდები უფრო წავიდნენ მანდამაიც ბევრი კარგი მოთამაშე თუ გინდოდა რომ დაგემატებია პირველ ლიგაში, ნუ არ მოდიოდნენ, იქ შეიძლება ხელფასის არ ყოფილიყო პრობლემა, გარკვეულ რეგიონების გუნდებს ბიუჯეტის პრობლემა არ ჰქონდათ, მაგრამ ამ ხრივ კვალიფიციური მოთამაშეები მანდამაიც არ მიდიოდნენ პირველ ლიგაში და უფრო პირველ ლიგის გუნდები დაინტერესდნენ მოკლედ ლეგიონერებით. ზოგი თავიდან კარგი იყო, ზოგი ნაკლებად კარგი და ასე შემდეგ და პირველ რიგში ამ ლეგიონერებმა შემოიტანეს სხვა ტიპის უნარები, აი უწყვეტი თამაში, რაც ეფექტური არის, მოგწონს, განსაკუთრებით ფიჯელებზე ვიტყვი, კარგი იყო, მოკლედ და მთლიანობაში ვიტყოდი, რომ აი პირველი ლიგა აი რაღაცით აი ძალიან თუ გახსოვს რომ წვეტა იყო ხოლმე უმაღლესა და პირველ ლიგას შორის და განსაკუთრებით უნდა აღნიშნოთ გადათამაშება აი როდესაც მეორე ადგილოსანი ხდებოდა ხოლმე მე-9 ადგილოსანს ძალიან დიდი სხვაობა იყო უმაღლესი ლიგის მე-9 ადგილოსანს თავზე ხა ბოლოს საერთოდ არმია მოუგო ანუ წინა სეზონში ორივე გუნდი გადმოვიდა პირველ ლიგაში ნუ ჩემპიონი ავტომატურად გადმოვიდა და აი და სხვათა შორის ეს 6 გუნდიანი პლეი-ოფი რაც გახდა ჩემპიონატი დაძაბული იყო იმის ანუ არმია აკადემიის მატჩი იყო ორივე ძალიან დაძაბული იყო და კულაში იყო და ბოლოს საერთოდ მოუგო არმია მარტივებს და ამ ხრივ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს სწორი იყო ეს პლეი-ოფის ცვლილებას ნუ ლეგიონერებს გავაგრძელებ და ჩემი აზრით აი ლიმიტირება სწორი არის და აუცილებელი არის, იმიტომ რომ ზოგი წავიდა ისე რომ 10 და 12 და საერთოდ გაეშვა იქ ბავშვთა სტრუქტურებს და ამ ხრივაც მე შეგვიძლია რომ რაღაც რეგულაციები აუცილებელია რომ ნუ არ უნდა იყოს ესე 30 კაციანი კლუბები არც პირველ ლიგაში და არც დიდათში ჯობია რომ რაღაც სტრუქტურის გარკვეული ნაწილი ააწყოს კლუბმა და შემდეგ წავიდეს ზემოთ, იმიტომ რომ ელემენტარული რაოდენობრივი პრობლემები აქვს ხოლმე თამაშზე და 23 კაციანი განაცხადებს გუნდი უნდა ავსებდეს. თუნდაც მე-11 ტურში და თუნდაც მე-18-ში რა. რომ 5 კაცი რომ ტრავმას მიიღებს პოზიციებზე ხო რა პოზიციებზე პრობლემები არ უნდა შეექმნას. რაც შეეხება დიდაც, დიდიათი ფიქრობ, რომ წელს უკეთესი არის. შაშანაც არაუშავდა. ნუ აქ აღნიშნავ ქუთაისაიას განსხვავებულ თამაშს, ასევე არესაც. თან ვიტყოდი, რომ მაინც ტელევიზიას თამაშები ინგლისის ჩემპიონატს სხვანაირად ვადევნებ თუ აყურს და აი ეს თანამედროვე სარაგბო ელემენტები, კომპონენტები, აი
ამ გუნდებში უფრო ბევრი იგრძნობა, კი. და შედეგიც სახეზია. მარტო თამაშებეთი რომ სტრუქტურა იგრძნობა, რომ გუნდის სტრუქტურულად კარგად არის აწყობილი რა. და აი თამაშების მართვა, ეს სისტემურად გამართულობა და ამ რა თქმა უნდა ეს გუნდები რო ზემოთ წავიდნენ, მე შემდეგ უკვე ცდილობს სხვადასხვა გუნდები, რომ ზოთა დაეწიოს, რა თქმა უნდა, კარგი არის, არმია ვახსენოთ, რომ დებიუტანტია, ორ ზემოთ იბძვის, ასევე ტაო ვახსენოთ, ამ ხრივაც ხა ისიც გამოჩნდა, რომ ლეგიონერებზე როგორც კი ლიმიტი დაწესდა, ანუ შეიძლებოდა იყო ლაპარაკი, რომ ეგრევე 3-ზე არ ყოფილიყო 5-ზე, ანუ 4-ზე, მაგაზე შეიძლებოდა კამათი, მაგრამ მთლიანობაში აუცილებელი იყო ეგ ლიმიტირება და რა გამოვიდა, რომ ბევრად ხარისხიანი ლეგიონერები გამოჩნდა, რომ იმ 3 მოთამაშეს კონკურენცია წამოვიდა. რომ 3 მოთამაშეს უკვე ცდილობ, რომ მაქსიმალურად ვერ მოხვდები სამეულში. კი და თუ მანდ-მაინც არ გაამართლა, უკვე ცდილობ, რომ სხვა მოიყვანო და ტყილა არ გააჩერო ის მოთამაშე. არჩევანიც არის ხა ასე. და ამ ხრივ მანდ-მაინც არც ქართველი მოთამაშეები დაიჩაგრნენ და ჩემპიონატსაც შეეწყო, მაგრამ ერთი რაც აი თვალში მოსახვედრია და ამას ვიტყვი, შედარებით აი თუნდაც აკადემია როცა ვიყავით უმაღლესში და კარგი პერიოდი გქონდა, იგივე ლელო და რაღაც გუნდები იყო, აი ძალიან ბევრი წვეტებია თამაში და რას ვიძახი რა. აი უშუალოდ აი ეპიზოდები არ შედგება აი წუთნახევარი 2 წუთი ხშირ შემთხვევაში 2 წუთნახევრამდე ადიოდა ხოლმე და ეხლა არის რომ ეფექტური მომენტები არის თამაშზე, თუნდაც ამ უცხოელი ლეგიონერების ხარჯზე და რამოდენიმე ესეთი გუნდის ხარჯზე, მაგრამ ძალიან ბევრი წვეტა არის. რომ აი ესე თამაშო დარჩდე და უყურო, ხო, რაღაც თამაშები შეიძლება არაუშავს, მაგრამ ნუ ბევრი წვეტა არის რა და სუფთა დრო გამოდის ძალიან დაბალი რა. კი, და ანუ ეს ეპიზოდები არის შეიძლება 20 წამიანი, 30 წამიანი და აი თუნდაც წუთამდე დროები, ანუ ეპიზოდები უფრო ბევრი არის, ვიდრე შეიძლება 2 წუთიანი ეპიზოდი საერთოდ არ შეხვდეს, რომ აი 10-15 ფაზამდე გუნდები იშვიათი არის რა. და ეს ჩემი აზრით იმის პრობლემაა, რომ ტრადიციული აი სტრუქტურული კლუბები, თუნდაც აკადემიის მაგალითი და კიდე სხვადასხვა გუნდები აღარ არიან, მოიშალა. მანდაც ის გარკვეული პოლიტიკა არის და პირდაპირ არ მერიდება და ეს მუნიციპალიტეტების თემა საერთოდ მოშალა რაღაცეები და რა თქმა უნდა სახელმწიფო გასაგებია, მაგრამ ალბათ ცოტა ფონდისა და მუნიციპალიტეტიდან შემოსულ ფულს შორის მანდ-მაინც მოკლედ სხვაობა არის რა. ბალანსი უნდა იყოს, ალბათ რაღაც საერთო ბალანსი უნდა იყოს, რომ მაგაზე ბევრი ლაპარაკი ძალიან დიდ ცხოვრებას იძლევა, რომ მაგალითად ეხა თქვათ მუნიციპალიტეტი, თქვათ რომელიმე გუნდს თუ აძლევს 10-ჯერ უფრო მეტს და აკადემია მაგალითად მუნიციპალიტეტებმა დაშალეს პირდაპირ. ხო, ერთ მუნიციპალიტეტმა არ მიიღო, მე ვითომ ვიღაცა მოგვიყვანეს სპონსორი, საბოლოოდ ამიზნები ქონდა რაღაცეები და მუნიციპალიტეტის გუნდს ახალ შექმნეს ქონდა შენზე 10-ჯერ მეტი ბიუჯეტი და მაგით მოკლა რა და წაიყვანა შენი მოთამაშეები, დაგშალა, ну აი თქვათ და სტრუქტურული კლუბები რა, რაც სიტუაცია არმაზი იყო, იგივე სტრუქტურული კლუბი რაღაცა, იგივე ახლა ყოჩებს აქვს პრობლემა, თვითონ ლელოსაც როგორი პრობლემა აქვს, იმიტომ რომ ეს არის გაუმართავი რაღაცა გამოეპარათ და აუცილებელი არის, რომ აი ზოგადად სტრატეგიული მიზანი ჩემპიონატის რა არის, განისაზღვროს. ჩვენ არ მივდივართ ევროტურნირზე, ხო? ну, რა ვიცი, ერთი ბოლოს ბათუმი იყო და ну, რაღაც კვირაში 3 თამაშს ათამაშებდნენ. ისე იყო კალენდარი და მაგის მერე არავინ აღარ ფიქრობს საერთოდ, რომ უცხოეთისკენ გაიხედოს და მე ეს თამაშთან დამჩენ ხელს უშლიდნენ, ანუ არანაირ გათვალისწინება აქ არ იყო ამ ხო და ანუ ხიანობაში ფანერად დალაგება რა მაშინაც ვიძახდი. არ მოყვებოდა იმდენი. ამდენთან 35-40 კვირა თამაშობენ ლამის რა, ფრანგული და ესე აღა იქ უნდა ჩაო. ხო და 18 ტურია სულ და ერთ სიტყვით აი ეს სტრუქტურული გუნდების მოკლედ დანგრევამ
რა თქმა უნდა იმოქმედა, იმიტომ რომ კარგად აიცი თქვენს კლუბებში ხართ ჩართული, რომ 2-3 წელი გუნდს რაღაც ძირითადი ბირთვი მაინც უნდა იყოს, რომ ეს სინქრონი გუნდის შეთამაშება, ერთი ხაზი ამოსული ბიჭების შეიძლება 3, 5, 7 მოთამაშე შეიცვალოს მაქსიმუმ მათი ხო გუნდში რა და მთლიანობაში ხარ, როდესაც 15-20 მოთამაშე იცვლება და ფაქტობრივად ახალი გუნდი დგება, არანაირი პროფილების თავსებადობა არ არის მოთამაშეებისა და გუნდ შორის უბრალოდ 10 ნომერი გაკლია სიტყვაზე ან ვიღაცა ეს ამას მოერგება თუ არა, ანუ გუნდების ხაზი ფაქტობრივად არ არის რა და ერთი სასიამოვნო საყურებელი, რა თქმა უნდა, ქუთაისური გუნდები ვახსენეთ და ლეგიონერების ფაქტორი ძალიან მაღალი დონის ლეგიონერები არიან კონკრეტულ გუნდებში, ესეც არის რა და ესეც ალბათ რეგულაციებით უნდა გამოსწორდეს, რა თქმა უნდა, პირველი ფინანსებია და მარტივად შეგიძლია რომ დაანგრიო ეს სტრუქტურული გუნდი, უბრალოდ 30 კაციანმა მუნიციპალურმა გუნდმა, ერთი-ორმა მეგობარმა კი მითხრა თავი დაგვანებენ მუნიციპალიტეტებს, მაგრამ რეგულაციებით შეიძლება რა ეს მუნიციპალიტეტი გადანაწილება რა ყველას ინფრასტრუქტურა, სკოლა, ისა არ აქცევენ იმდენ ყურადღებას, მოდი რატო ხარჯო სიტყვაზე ბავშვთა გუნდის სნელზე 300 და 500 ლარს რო აძლევენ, რომ ცოტა ნორმალური ხელფასი რო ექნება და ნორმალური მსნელი, ანუ მსნელი უფრო იმუშავებს და აღარ გაიქცევა სამსახურში რა და რა თქმა უნდა ეტყობა ამ სკოლებს შემდეგ და იმ სკოლიდან პირდაპირ არის რომ აღარ მოდის ისეთი მოთამაშე ხარისხიანი მოთამაშეები რომ ზემოთ კარგად შეავსოს და ეს უკვე იგრძნობა ნამდვილად ეხა რამაგ დასამალი და ყოჩებიდან იმ დღეს ბათუმში რო დავითვალეთ 6 თუ 7 კაცია წასული რომელიც ხალხით ნახევარფინალი და ფინალები ვითამაშე და ანუ კი ეხა სპორტია პროფესიონალური სპორტია და აი მაგაზე ესეთი რაღაც გულისტკენ არ არის მაგრამ წარმოვიდგინე ხა მე თუნდაც ერთ ადამიანზე რამდენი დრო მაქვს დახარჯული იმას აუტი როგორ ჩაბარებული მქონდა ხა ორივე გამომცხადებელი ბათუმშია მაგალითად რომელიც მთელი ის აუხსენი ხო დახორდო დახარჯე რომ აუტში კარგად გემუშავა და ბრახტა არ აყავს ეგეთი მოთამაშე მე ძნელია ისევ ახალიდან დაიწყო ეს ყველაფერი და ეს ანგრევს გუნდს რა. სხვა შორის აი ქუთაისი აი განსაკუთრებით აია რაღაც პერიოდი ხო იყო რომ იგივენ სტილში იყო რომ თითქმის მოკრიბავდა მოთამაშეებს მიყავდა რაღაც პერიოდი იყო რომ შედეგი მაინც ვერ წაუვიდა და ერთხელ მაინც გახდნენ ჩემპიონები რაღაც მაგრამ მთლიანად გადაიწყო სკოლაზე და ნუ ბოლო წლებში აი საუკეთესო რაგს თამაშობს და ნუ ძალიან აი ხა წლევანდელ სეზონში აი თანამედროვეობასთან მიახლოვებული ისეთი სასიამოვნო საყურებელია, თუმცა შორის ქუთაის თამაშებს პირიქით როცა არის, ვთქვი რომ უყურო რა. თან 4 გუნდი ყავთ და თან იცი როგორი სიტუაცია იქნება თან ახალი ბიჭები, ახალი ისეთი სკოლა და უცებ ისეთი ახალგაზრდა მოთამაშე უცებ თამაში შემოვა რომ არ ეტყობა იმას რომ აი რაღაცა ვერ არის იმ დონეზე თქვა და მე მალევე მიდიან შავლომში და აი იმის თქმა მინდა რომ ქუთაისელი მონაგბეები უკვე აი 4 ისეთი მაღალი დონის გუნდია ხო აი პროფესიონალური გუნდი არის 2 უმაღლეს ლიგაში ესენი არიან ქუთაისის არისი და აია არის ასევე წყალტუბოს დინოზავრები, რომელიც საკმაოდ მაღალ ბიუჯეტიანი არის. ამ შემთხვევაში ნუ შეიძლება ჯერჯერობით ის შედეგი არ აქვს პირველ ლიგაში, მაგრამ სეზონის დაწყების წინ მიიჩნეოდა ერთ-ერთ ფავორიტად, ანუ იმისთვის რომ თქვა ამოსულიყო უმაღლეს ლიგაში და წინა სეზონში გავარდა ბაგრატი. აი ეს 4 გუნდი. ეხა ბევრი მე მაგალითად ვისაც ნანახი აქვს წყალტუბოს დინოზავრების თამაში, ბევრი ისეთი მოთამაშე ყავს, 5-6 მოთამაშე, რომლებსაც სულ თავისუფლად შეუძლიათ, რომ თქვათ ითამაშონ უმაღლეს ლიგის ნებისმიერ გუნდში, მაგრამ რომელიც თამაშობდნენ შარშან და შარშანში თამაშობდნენ და საკმაოდ მაღალანაზღაურებადი მოთამაშე. ანუ ისეთ პრეცედენტია, რომ ის 4 გუნდი რო არის, ქუთაისლები თითქმის აღარსად აღარ მიდიან და იქვე გადანაწილდნენ და ანუ
თვითონ იქვე თამაშობენ, იქვე ზრდიან, მაგალითად და ამით იზრდება თქვა აიარდან წამოვიდა. ლეგიონერებზეც უკვე ესე არის რა, მაგალითად დრავა მაგალითად ხო წამოვიდა, თქვა გადმოვიდა არეში თამაშობს და აი ამ თავის მხრივ სხვა ლეგიონერი მოიყვანა, ჯიუტა მოიყვანა და იმას ათამაშებს, მაგრამ დრავა არეში ძალიან კარგი არის მაგალითად და აი ეს მოთამაშეების იქვე ტრიალებენ, ანუ იმ შიდა ბაზარზე, ანუ ქუთაისურ ბაზარი რო დავარქვათ, იმერული ბაზარი, იქვე ტრიალებენ და ძალიან კარგი შედეგებიც აქვს საბოლოო ჯამში. თან აღნიშნოთ რა, ქართველ მოთამაშეებს შევაქოთ, იმ ხარისხის რა აქვს, რასაც გიორგი ბაბუნაშვილი აჩვენებს, ანუ ძალიან საუკეთესო მორაგბი, მაგრამ არის წელს განსაკუთრებულად აი რა ვიცი ხა უდაოდ ვიტყოდი რომ საქართველოში მის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო არის და ძალიან ისეთი არის რა მაღალ დონის კარგი ფიზიკურ ფორმაშიც არის ტექნიკურად ტყობა ის დაღვინება მოთამაშის აი განსაკუთრებით ესე მოუვიდა და კარგი იქნება რომ ცოტა მაღალ დონეზეც ვიხილოთ თუნდაც შავი ლომი იქნება თუ ეროვნული ნაკრები საუკეთესო პერიოდი უდგას და იმედია ახალი მთავარმსხნელი ნახავს სადმე რა, იმიტომ რომ არა გვაქვს მაგის ფუფუნება, რომ საერთოდ 210 ნომერი გვყავს, ხო, აი ესე რომ ვთქვათ, მარტო საქართველოს მათკავა და აბჟანდაძე. კი და ჯერ მეც იგივე აზე ვარ ლევან და რა ვიცი, რატო არ შეიძლება რომ დიდი 10 და თან წლებია ვიცნობ, მქონია კონტაქტი კლეტისა და სპორტსმენია სასწაული, ანუ ისე რომ აი თუ რაიმე სახით შეიძლება რომ მოკლედ ვერ იყოს თავსებადი ამ პროფესიონალურ აქტთან აბსოლუტურად არა და ეხლა გვახსოვს რომ შავლომშიც იყო და ნაკრებშიც უკვე როგორ იყო რომ აი იდგაოდა თან აუცილებელია რომ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეები თუნდაც ახალისებული რა ესეც რატო ვიძახი რა აი ამ იმას აი თავარი შეიძლება ნაკრებში ყველა ვერ მოხდეს რაღაცა სხვანაირი პროფილი კონდეს ნაკრებს და ასე შემდეგ მაგრამ აი თავარი ჩვენს ჩემპიონატს რაც აკლია არის საერთაშორისო სარბიელი სადაც ჩაკეტილია ფაქტიურად არც იდეები არ არის არაფერი რომ მოთამაშე შიდა ჩემპიონატი და აი მეტი мотиваცია არ ჩანს რა გასაგებია საუკეთესო ისა და გახდი ან საქართველოს უნდა წახვიდე სადმე სათამაშოდ ან მოკლედ თითქოს ჭაობისკენ მიდის და მაგაზეც მოსაფიქრებელია რომ აი კლუბები გაიზარდონ მაინც ეს ევროტურნირი თუმცა სუპერთასზე რო ითამაშან თქვა აი საქართველოს სუპერთასი ისეთი აი ხარისხობრივად დავარდა და დაბლა წამოვიდა შავლომს იქ აღარ ესაქმებოდა აი საქართველოს ჩემპიონმა რო ითამაშა თუნდაც ორი გუნდი საქართველოს აი საუკეთესო ორი გუნდი ჩემი აზრით იქ საკმაოდ კარგ მას შეიტანდა თან ხა ყველა იმაზე ვიძახით რომ შავლომს ძალიან ცოტა თამაში აქვს ჩელენჯი კაპზე ხა რამდენი 60 თამაში თამაშობენ და 4 ხო რატო არ შეიძლება ხა მაგალითად რომ საუკეთესო გუნდი რაღაც თუნდაც ქუთაისის აია რომელიც კარგად თამაშობს შეხვდეს რა ამხანაგური გამარტო თვითონ გუნდის განვითარებისთვის აუცილებელია რომ რაღაც საქართველოში გავიგეთ რომ კარგი გუნდია კი გახდი ჩემპიონი და მორჩა აი ამით ხო არაფერი ხო აი რაღაც დამატებით ხო უნდა არის საუკეთესო ხო ეგრე ითვლება რომ შავილომის საუკეთესო მოთამაშეების შეკრებილია ხო შეხვდეს დიდი 10-ის საუკეთესო გუნდი ვინცაა თქვა იმას წელიწადში რამოდენიმეჯერ ხანაგური თამაში რო ჩატარდეს რა ვიცი ხა ძალიან ბევრი რამე გაირკვევოდა ხო რამდენი სიგნებოდა სიგნებს თუ იმას ვიძახით რომ სიგნები არა გვაქვს რაღაცა ხო რატო არ შეიძლება რომ უცებ ვიღაცა აღმოგაჩნდეს ისეთი რომ აი ამას რაღაცა ხელი მოკიდო და მე შავილომისთვის იყოს რაღაც თადარიგში და რა ვიცი კი, გეთანხმებით, განსაკუთრებით გიორგი ბაბუნაშვილზე გეთანხმებით. ჩემი აზრით, გასული სეზონის საუკეთესო მორაგბე გახდა გიორგი ბაბუნაშვილი და ეხაც წელს აია პირველ ადგილზე არის მიმდინარე ჩემპიონატში. ეს ბიჭი ნამდვილად იმსახურებს ადგილს, როგორც მინიმუმ გაფართოებულ შემადგენლობაში ნაკრების და შავლომში ხო ლაპარაკიც არ არის. ზედმეტი რომ იქ როტაციაში მაინც ყველა ვარიანტში უნდა იყოს ამაზე რომ უბრალოდ აი კოკერილს პრესკონფერენციაზეც ვერ აი ხა მაგალითად მქონდა გვინდოდა რომ თქვათ გველაპარაკა კოკერილთან დაგვესვა შეკითხვები, მაგრამ თამაშის შემდგომი პრესკონფერენციაც არ იყო.
ხო, ну ძალიან ცოტა იყო მედია და საბოლოო ჯამში პრესკონფერენციაზე ну ერთადერთი იყო მოედანზე თუ ჩახვიდოდი რეპორტერის იმით თუ ჩახვიდოდი და იქ მოედანზე ეხა რა უნდა კითხო იქ თამაში ახალი დამთავრებულია და იქ რაღაც ვერ დაუსვავ რაღაცა სხვა კითხვას ვერ დაუსვავ და როცა საპრესკონფერენციო დარბაზში არის იქ კიდე არის შესაძლებლობა ხო რომ თქვა დაჯდე და თქვა დაუსვა შეკითხვა კონკრეტულად იმ თამაშზე და მე გადახვიდე სხვა თემაზეც რა და უშუალოდ მოედანზე სულ ისეთი ვარიანტია რა მოედანზე შეხვიდე თამაში დამთავრებულია 5 წუთის და შენ რაღაც სხვა თემებზე დაუწყო ლაპარაკი რაღაც არალოგიკაში ჩდება რა პირველად ხედავ ჩემს ასე რაგბის კარიერაში რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს არ დადის აი თუნდაც აი ეგ შეკითხვა ხო მე არ მყავს ძალიან ბევრ თამაშზე გინდა პირველი ლიგის თამაში იყოს გინდა უმაღლესი ხო ბევრ თამაშს აი მიწევს ბევრის ყურება არ მინახია სხვა რა უნდა გააკეთო ახლა თამაშზე თუ არ უნდა თუ არ ემთხვევა რა თქმა უნდა შენი გუნდის თამაში და რაღაცა ის დღე რაღაც თამაშს რა ვიცი შაბათი კვირა სხვა რა უნდა აკეთო ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა არ ვიცი ხო ძალიან დიდი ბოდიში საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელთან ძალიან კარგი სპეციალისტია მაგრამ სხვა სპორტის სახეობებში ბევრად უფრო მაღალი დონის მაგალითად კალათბურთის ნაკრების მწვრთნელი გორდონ ჰერბერტი რო იყო რომელმაც გერმანიის ნაკრებთან ერთად სოფლიო ჩემპიონატი მოიგო იყო და როცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო ჩამოდიოდა და საქართველოს სუპერლიგის თამაშებზე დადიოდა და ეძებდა და ყველასთან ქონდა იგივე ფეხბურთის მწვრთნელები საკუთარ მაღალი დონის უცხოელი მწვრთნელები რო ყავდა ისინი ჩამოდიოდნენ კუპერის საერთო ვარჯიშებს ატარებდა დადიოდა ჩემპიონატის თამაშებზე და ну მიღებულია ეს თემა და ჩაულებრივად არის რა თუ კალათბურთში და ისეთ განვითარებული იმაში არის საჭირო არის რომ ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე იაროს ნაკრების მწვრთნელმა რატო რაგბის იმაზე არ არის თო ტელევიზორ ეხა არ მითხრან მე რომ ტელევიზორში უყურებს ტელევიზორში ნანახი ერთია და მეორე არის მოედანზე მისული და იქ ნახე მოთამაშისთვისაც სხვა мотиваცია აბსოლუტურად მოთამაშისთვისაც სხვა мотиваცია და მწვრთნელი ეროვნული ნაკრების საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ალბათ ყოველ კვირა რამოდენიმე გუნდში ყველგან დადის და რა ქვია ეკითხება ინფორმაციას იგებს აქედან რომ მოგინდეს და უთხრა რომ ხო სახა რა ქვია ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ხარ და მოდი რა თქვათ იმაში რაღაცა რაღაცას როგორ აკეთებ რომ შენგან რაღაცა ვისწავლო მაგის შანსი არ გეცემა ჩვენს ავსტრალიელი რო იყო თიმ ლეინი აკადემიის ვარჯიშზე იყო მილტონ ჰეიგი თვითონ არა მაგრამ ავსტრალიელი ყავდა ასევე ჩერკინების მწვრთნელი ისიც იყო მასტერ კლასი ჩაატარა და იყო შემდეგ აი მოძრაობები აღარ ყოფილა ამ გადაცემის შემდეგ აუცილებელი ხა რა არის იცი ხო რამე თქვათ რა იგივე არის სტაფიც ხო ყავთ და ჟავლომშიც არიან როგორც დაცვისნელი ის რაღაცები და ნუ კარგი აზრია და თუ გაითვალისწინებენ მოვიდეს და ტეიპის დახვევა ახალი რაღაცა სწავლოს ჩვენი ფიზიოს იმას ხო ელემენტარულია მაგასაც ყოფული არ ჭირდება და ზედმეტი ის რა ქვია მithქმა მოთქმა ფიზმომზადება ვინც არის რაღაცა ჩაკეტილია ეს ქვია ნაკრები და ეროვნული და რაღაცა არ მსიამოვნებს ძალიან ხა კი როცა მინდა კი მივალ რაღაცა მაგრამ სხვა გუნდებისთვის და სხვა მწვრთნელებისთვის ეგეთი ფუფუნება არ არის ბევრს არ აქვს ნაკრებში თამაში და ისე შევარდენის კარები ისე ღია არ არის როგორც მაგალითად თვითონ ჩემთვის ან ვიღაცისთვის და რომეტი რაღაც ახლობლობა არ არის რა ხა ცალკეების არ არის რაღაც როგორ თქვა მხარიან რაღაცა ერთი ეროვნული ნაკრები თუ ძლიერია დიდათი ძლიერი უნდა იყოს და ყველაფერი პირველი ლიგაც და ამიტომ რა ვიცი პირველად მესმის ხა პრემიერშიპის თამაშები მიყვავს და ტოპ 14-ის და პირველი იმასაც ჩვენებე რომ ყველა კაი თამაშს წინა დღისიცაც მინახია და მეორე დღისიც გლუსტერში ჩასული და მესამე დღეს რა ქვია ლონდონში ჩასული და თამაშზე ესწრება და არ ვიცი ხა მიკვირს რომ ანტონ იქ ისინი არ არიან ფრენჩაიზის მწვრთნელებიც ისინი არიან კონკრეტულად ნაკრების მწვრთნელები და აქ ორმაგი დატვირთვაა იმიტომ რომ თუ შეიძლება გითხრან რომ გვიპასუხოს თქვას ვიღაცამ რომ აი ეს არის ნაკრების ძირითადი ბირთვი არის ტოპ 14-ში და ამიტომ მაგრამ შავი ლომის ძირითადი ბირთვი ხო საქართველოს ჩემპიონატშია და ხო თამაშობს ხო
ანუ აქ ორმაგი დატვირთვაათ, ყველაფერთან ერთად. ცოტა რაღაც გაუგებარ და რაღაც სხვა იმეებზე. ხო, ანუ არცად სოფლიოში სტანდარტი ესეთი არ არსებობს, არც ერთ სხვა სპორტის სახეობებში და სამწუხაროდ ქართულ რაგბიში აი სტანდარტი არის რა. და ჩვენ ვიძახით ამას რა. ხო, აი აგერ ვართ და ვიძახით. არ მინახია ეხა. ხო, არც მე რა და ნუ რა ვიცი. მე ისიც არ მინახია რომ პრესკონფერენციები ვერ მივედი პრესკონფერენციამდე რა. ხაბები თუ გაქვს, ვიცი ხან რას ნიშნავს მაღალი მიღწევები, არ ვიცი ხა. ვინ გარქმევს ამ მაღალი მიღწევას, ანუ არ ვიცი ხა. ლევან შენ გეცოდინება. არა, გასაგებია რომ ნახე როგორ ჩემი აზრით საერთოდ რომ ფრანჩიზას და ეროვნულ ნაკრებს ჯობია რომ სხვადასხვა მსნელი ყავდეს, იქიდან გამომდინარე რომ ამ მსნელს ის უბრალოდ კლუბში არის და ალბათ ეგრე ვფიქრობ რომ ეგრე თulis რომ საუკეთესოები ყავს და კლუბია რა, ყოველდღიურ რეჟიმშია ჩართული და სხვა შორის ეგეც გამოჩნდა რომ საფრანგეთში მოთამაშე ბიჭების რაღაც ნაწილი თითქოს დაიჩაგრა ტესტების დროს რომ უფრო მეტი ანუ შაულომსკი არ ვაკნი პირიქით ძალიან კარგია რომ კარგ ფორმაში არიან და სხვა შორის საკმაოდ მაღალი დონის თამაშები ითამაშეს შაულომის მორაგბეებმა უშუალოდ ტესტებზე მაგრამ ტოპ 14 პროდეოში უამრავი ლეგიონერია და მაგ დროს აი რა თქმა უნდა ჯობია რომ სნელი ყველიან სურათს უყურებდეს ანუ სელექციის კუთხით უშუალოდ მოთამაშეები საათ როგორ ანაირად ეს კლუბი არის მაინც და კლუბში ჩართული ხარ და სხვადასხვა სპეციფიკა აქვს რა გასაგებია რომ ცოტა თამაშია იქით აქეთ მაგრამ ჩემი აზრით ჯობია რომ ცალკე იყოს რა ნუ რა ვიცი ხა შეიძლება ჩემი აზრი არ არის ისეთი კომპეტენტური მაგრამ არა აი ლევან უბრალოდ ფრანგი მწვრთნელის აი როდესაც იყო თქვა ვარიანტი რომ ვინ შეიძლება და უცხოელი მწვრთნელი ვინ შეიძლება და ფრანგი მწვრთნელის ვარიანტი იყო ბევრისთვის მისაღები იმ ლოგიკით რომ იქვე საფრანგეთში იქნება და ივლის ლეგიონერების თამაშზე და იქაურობას გარდა უფრო ახლოს იცნობს რა აი თქვა ავსტრალიელს თქვა იტალიელს ინგლისელს ხო თქვა სიტყვაზე რა მაგრამ აგერ საქართველოსია და საქართველოში არ მოდის საქართველოს ჩემპიონატზე და ეხლა მოთხოვე რომ იქ ოშის თამაშებზე ჩავიდეს და ვანის თამაშებზე არა მაგას მე რასაც ვიძახი ვეთანხმები რომ ანუ მიზეზი აქვს რომ იმიტომ რომ კლუბში მუშაობს და ანუ შეიძლება ეხლა კი არ ვამართლა გამოდიან აქ და საქართველოს კი მაგრამ ანუ ნახე კლუბში ყოველდღიურ სპეციფიკაში სხვა დატვირთვა აქვს მუშაობას და ნაკრებს გაქვს ცოტა თამაში შედარებით ცოტა რაოდენობის ვარჯიში და მეტი უფრო დაგეგმარება სელექცია საერთოდ სანაკრებო საერთოდ სხვა სპეციფიკა არის ემზადები მაგისთვის და საკლუბო საერთოდ სხვა და მაინც კი ფრანჩიზა ის მაგრამ კლუბი არის რა კლუბის სპეციფიკით ვარჯიშობს რომ ყოველკვირეული მომზადება ანუ ეგ ხა უელსში როგორც არის ფრანჩიზები ისე არის შიდა ჩემპიონატი ხო ნაკრების და იმის სხვა და მაგრამ თამაშის რაოდენობა აქ შემცირებული ანუ რა ვიცი ხა არა მე სხვა რამეს ვიძახი ანუ იმდენად ცალკე არის დიდი 10 და რაღაცა მიგდებული რა ეხა ხო ზუსტად ეგ სიტუაცია ძალიან რავი мотивация აგრიაში და ჩემპიონატი არანაირი ის არ არის რაღაც რო აი მე წელს კარგი სეზონი ჩავატარო რაღაცა არ მინდა ეს შავი ლომი და მინდა რაღაც თქვა შავი ლომთან მახვედრე რა რომ დამანახე ჩემი კონკურენტი ვიც არის რომ იმასთან რაღაცა შანსი მომეცი რა რომ შემადარე რაღაცაში რაღაცა აი მაგაზე მეტი რა უნდა გააკეთოს აი მეტი რა უნდა გააკეთოს ყველა თამაში იგებს ერთი თამაში აქვს წაგებული ამ სეზონში იმას აიას არესთან წააგო ისიც ქუთაისური დერბი შაშან ჩემპიონები გახდნენ ხო აი იყო გახდა სეზონის საუკეთესო მორაგბე წელსაც მისი გუნდი ფაქტიურად წაუგებლად ასპარეზობს არის ერთ-ერთი თავარი მექულე მეპასე დამტყმელი საუკეთესო მოთამაშე ყველა თამაშის MVP და მაინც რა აი აზრი ხო აზრი ანუ აი წინსulis აზრი აი ევროტურნირი და ხო რა ნუ რა თქმა უნდა თულია აი გვეყოლება ჩვენ შევეცდებით ყველანაირად რომ ჩვენი გადაცემის მიზანი არის რომ არ მხოლოდ მოთამაშეები მწვრთნელები მოვიყვანოთ ძალიან გვინდა რომ კლუბის პრეზიდენტებიც მოვიყვანოთ რომ მაყურებელმა ნახოს შეაფასოს რომ აი ვის ხელშია მაგალითად რა როგორ ფიქრობენ როგორია მათი მენეჯერული განათლება მენეჯერული განათლება როგორი ხედვები აქვთ ხო
შევეცდებით რომ ყველა გუნდიდან აი ყველას შევთავაზებთ ყველასთან გვაქვს ჩვენ მართლა ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ დიდი 10 კიდე უფრო მაღალ დონეზე ავიდეს და ყველანაირი სტრუქტურის წარმომადგენელი გვეყოლება აუცილებლად ექიმებიც გვეყოლება თქვა როცა იქნება მზარეული გვეყოლება ყველა კუთხით რომ იმდენი კომპონენტია ამ რაგბში რომ აი გვინდა რომ ყველაფერი მოვიცვათ და ამისთვის რა თქმა უნდა დრო დაგვჭირდება და ცოტა წყნარი სიტუაცია საქართველოში ნუ რა ვიცი ხო ნუ ამის გარეშე ძალიან რთული იქნება მაღალ დონეზე საუბრობდით და აგერ ჩემპიონთა თასის ტური იყო სადაც გამოჩნდა რომ ფრანგული გუნდები ძალიან კარგ პირველ ტურში განსაკუთრებით ძალიან კარგი შედეგები დადეს. ერთი სტად ფრანსე იყო, რომელიც დაიჩაგრა ჩემპიონთა თასზე. თუმცა იქ ჩვენმა ლუკამ ითამაშა და საკმაოდ კარგადაც დებიუტი ჰქონდა და ულოცავთ მას სტად ფრანსეში დებიუტს ამ ჩემპიონთა თასზე, მაგრამ დანარჩენი ყველა ფრანგულმა კლუბმა მოიგო. თქვენი აზრი მაინტერესებს აი ამ ჩემპიონთა თასის პირველ ტურთან მიმართებაში. ჩემპიონთა თასს რაც შეეხება მოკლედ ლენსტერი და ტულუზა აშკარად ეს ორი გუნდი სხვაგან არიან, თავარი ფავორიტები არიან. შემდეგ ვის არის გუნდი, რომელსაც ამათან კონკურენცია შეიძლება შეძლოს არის ლაროშელი. თქვათ შორის წელს ვერ ყოფილიყო ლეგარეკი და ნინიაშვილი. ხო, მომავალწლიანი აფრიკული გუნდებიც ხო, აი მეცე და შემდეგ ანუ უკვე ლაროშელი შემდეგ მოდის ნორჰემპტონი, მაგრამ ძალიან მაღალი დონის რაგბი ითამაშა და შაშანაც ფაქტიურად ახლოს იყო ზედა მოქმედი ჩემპიონია. კი. ასევე მასტერმა შეიძლება რომ გარკვეულ დონეზე გლაზგო მომეწონა სხვათა შორის, მაგრამ ყოველთვის აი ზედა ეშელონში ასვლა უჭირს. და რა თქმა უნდა აფრიკული გუნდები შაშან თქვათ რომ ჩააგდეს ჩემპიონთა თასი. ტულონის თორმერსი იყო, დახოცეს ერთმანეთის, სასწაული თამაში იყო. ესეთი ინტენსიობის და ძალიან ხანარი თამაში იყო და ჯერჯერობით პირველ ტურში შარქსი კი ბონუსით მოიგო, მაგრამ ყველაზე სულ შეხვდა ექსეტერს წელს ძალიან ცუდი სეზონი აქვს და შარქსის შემადგენლობა ნახევარი სამხრეთ აფრიკის ნაკრებია. ხო და შარქსი ალბათ რაც ვთქვით პირველი ორი სხვა დონეზე არიან. შარქსზე საუბრობდიან და მართლა ძალიან ძლიერი შემადგენლობა ყავს წელს. უბრალოდ იცი რა არის შაშანდელი პლეიოფიდან წინა სეზონის პლეიოფიდან ის დამახსოვრდა რომ ჯგუფური ეტაპის თამაშები ითამაშეს თქვათ სახლში, თქვათ სამხრეთ აფრიკაში მიდიოდნენ, მაგრამ პლეიოფი რო დაიწყო უკვე უწევდათ ნეიტრალურ მოედანზე თამაში, ინგლისშია თამაშეს და ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდ უპირატესობას კარგავენ. ამით თქვათ ჯგუფში დაიკავე პირველი ადგილი და გახვედი პლეიოფში და მე მოგიწიეს საკუთარი გულშემატკივრების გარეშე თამაში იგივე თქვათ საფრანგეთში და ვერ დაიგეგმა ისე კარგად ხა რაღაცა ერთი ნახევარფინალის რო უკვე აფრიკაში ყოფილიყო, ხო ერთ კვირაში აფრიკაში ქვია სტუმრო და დაჯავშნო ბილეთი იყიდო რაღაცა ვერ წავიდნენ ეგრე და მაგაში რაღაცა ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ როგორ და რანაირად გააკეთონ რა ეს პლეი-ოფის სისტემა ეხა არიცი მეოთხე ფინალში ხარ ნახევარფინალში გადახვალ თუ არა. შორის ჩიტაზი თამაშობს ამსტერდამში. ხო, ჩიტაზი ამსტერდამში. მე მგონი იმ თამაშზე ნაკრებს აქვს ამ სტადიონზე. რაღაცნაირად მეცნური სტადიონი. პერპინიანთან ქონდა? პერპინიანთან ქონდა. 20-20 მოჩა და ამსტერდამში იყო თამაში და სხვა შორის ჰოლანდიელებს ნიდერლანდებს ეხმარებიან მაგ და ძალიან ამოქაჩა ნიდერლანდებმა. აი კლიანობაში ვთქვა ჩემპიონატაზე 24 გუნდი ძალიან ბევრია და 24 იქ მაგდენი თან გაუსვათ ხაზი იმასაც რომ ინგლისსაც და საფრანგეთს ძალიან კარგად ვიცნობ შარშანდელი სეზონი კლიანად ყველა გუნდი ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს და 10 გუნდი ინგლისის ჩემპიონატის და 14 აი ნიუკასლს არაფერი არ ესაქმება იქ ანუ და თან ისიც არის რომ სტრუქტურა და სისტემა საკლუბოზეც აი ჩვენი საკლუბოდან ხო წავედით ანუ ზემოთ მაღალი დონის საკლუბო ჩემპიონატში ისე არის მოკლედ სტრუქტურა დაალაგებული, რომ ფაქტიურად განვითარების შანსს არ აძლევენ საკლუბო დონეზეც, რომ ვიღაცამ ფული ჩადოს, აი ეს შავი ლომი და ჰითის ვარიანტი, რომ უბრალოდ ადამიანებმა კერძო
კერძოდ ფული ჩადეს, დიდი ფული, მაგრამ ეს ანუ რომ ან მოგებას მოგიტანს ან რაღაცა ეს ხო ამოვარდნილია მთლიანი იმიდან და ფაქტიურად არავის არ აძლევენ განვითარების საშუალებას და 10 გუნდი ინგლისის, 14 საფრანგეთის, ან ყველანი თამაშობენ ევროტურნირს და ბევრი თამაში არის ხოლმე, განსაკუთრებით ახლა პირველი ორი ტური კარგი იქნება და აი მეოთხე და მესამე თამაშები არის რომ ნუ ესპუარები დაყავთ ხოლმე გუნდებს და პირველზე უკვე რომ ვინ იქნება და მეორეზე მესამე ნუ როგორც სანაკრებო არის ერთადერთი სანაკრებოს ამ ტესტების იმას შემოდგომის ტესტები მომწონს რომ ყველაზე მაღალი დონის არის რომ ემთხვევა მოთამაშეების პიკი აი როგორც სანაკრებოზე არის ეს დაულაგებელი სპორტისტა მართლა შეიძლება რომ აფრიკა ევროპის ჩემპიონატად თამაშობს და ნუ არეული არის რა ეს ყველაფერი და სხვა ქვეყნებსაც არ აქვს რომ რატო თუნდაც ისეთი საშუალება იყოს ან ისეთი სიუცეები საიდანაც გუნდებს ექნებათ განვითარების საშუალება და ასვლის ზემოთ ასვლის საშუალება შეიძლება ესპანელებმა გააკეთონ ან გერმანიამ ანუ რომ კომერციულადაც მომგებიანი იყოს და წეგან რაც თქვი რომ ეს მაგალითად ჰოლანდიაში რომ თამაში არის ნიდერლანდებში თამაშები რომ რაგბის არის და რატომაც არა შეიძლება გააკეთონ და ეს სუპერ რაგბი იყო ერთი დრო ეგეთი მაგრამ აი ძალიან გაშლილი და გაფანტული არის და რა ვიცი ეს 24 გუნდი ძალიან ბევრი არის რა თან მით უმეტეს ხა აი ეს ყველა თამაშობს ბოლოზე ხარ თუ ხო აი ვანი მაგალითად წინა სეზონის პროდეურის ჩემპიონია ამოვიდა ხო და პირდაპირ ჩელენჯზე პირველად ამოვიდა კლუბის ისტორიაში და ჰქონდა რომ ევროპის რაღაც ტურნირზე თამაშობდნენ და საქართველოში პირველად არის ზოგადად ბრიტანის გუნდი ტოპ 14-ში და ხო რა და საქართველოში მოუწიათ ევროპის ეგრევე ხო რა წააგეს პირველი ძირანაირი ევროპაა საქართველო ხო ანუ მოკლედ მაინც ჩემპიონთა თასი თავისი მაღალი დონის გუნდები თქვათ რომ ყავს რაც თქვით უკვე ლენსტერი და ტულუზა ისე დონეზე არიან ასულები რომ ნუ ახლოს შეგვიძლია ვთქვათ რომ ლაროშელს ჩემი აზრით აქვს შანსი და ლაროშელი რატო ვახსენე რომ თქვათ შორის ქართველი მორაგბეები აი ისეთ გუნდებში მოგვაკლდა რომლებიც ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალებში თუნდაც ჩელენჯზე აი ზემ ნახევარ ფინალებში რომ მოუწიოთ თამაში ამ კი ნუ მაინც სხვა გამოცდილება ნინიაშვილის ლიონი იყო ბოლოს რომელიც ნინიაშვილთან ერთად ჩელენჯი მოიგო ხო და ამ ხრივ კარგი იქნება მომავალი წელი რომ ლაროშელში მოუწეს რომ ლაროშელი გრანდი არის შეგვიძლია ვთქვათ ამ ფორმაციის და შემდეგ არის უკვე გლაზგო თქვი მომეწონა რაღაც გუნდები და ნახოთ აფრიკელები ალბათ უკეთესები იქნებიან წლევანდელ სეზონში მესამე სეზონია ხო მე მგონი უკვე და უფრო გაიცნეს ევროპული მიმდევრობა და უფრო მეტ ჩელენჯიც ხომ მოიგეს გასულ წელს შარქსმა მოიგო ჩელენჯი მოიგო რა და ეს იყო პირველი ისეთი რომ სამხრეთ აფრიკულმა გუნდმა მოიგო ევროთასი წარმოიდგინეთ და ნუ პროგრესირებს რა თქმა უნდა ეხა ხარისხის აწევის კუთხით ძალიან კარგი არის რომ სამხრეთ აფრიკული გუნდები არიან შემოსულები ანუ რაც იყო იმაზე ბევრად უფრო მაღალი დონეა უბრალოდ მეორე მხარე ის არის რომ სამხრეთ აფრიკულებიც შეავსეს და აღარ ზრუნავენ თქვათ სხვა ევროპული ქვეყნებში რაგბის საკლუბო დონის წამოწევას და თქვათ ისინი რომ შემოვიდნენ ვისაც რეალურად ეკუთვნით ხო გერმანიას საქართველოს თქვათ რუმინეთს ესპანეთს მაგ დონეზე ცოტა სხვა ის არის მაგრამ სამუშაო არის და აი მზა მიიღეს რა ეგრეთ წოდებული ზეთას რო ეძახიან იქ რო თუნდაც აი ქართული გუნდები და გერმანული ესპანური და ამ ბავში რო იყოს რაღაცა ჩემპიონატი მაგრამ მიმოსვლით აი ესე რო ალბათ რასაც ქვია ჩემპიონატი რთული იქნება მაგრამ თუნდაც ტურნირი რაღაცა ერთ ლოკაციაზე რო აგუნდი აი შავი ზღვის თასი რო რაღაცა რო ქართულ გუნდებს ის აკლია კი ბატონო ხა იმიტომ რომ ის ხა ძალიან დიდი სხვაობაა მოდი რა ვთქვათ რომ თუნდაც ვთქვათ აი ყველაზე სუსტი ვინ არის
სკალეცი, რაღაცა ბენეტონი, აი ესეთ დაბლავიც არიან, ჩელენჯ ბენეტონი ხა ჩემპიონთა თასია, ანუ ზებრებ ხო. ანუ ისეთი გუნდები ვინც არიან, თუნდაც ჩიტაზი ხო, ერთ-ერთი და ძალიან დიდი სხვაობა. კონდეს შანსი რომ რაღაცა ხო და მიუახლოვდე როგორმე და ეთამაში. და ძალიან დიდი სხვაობა არის და მაგ რაღაცა ისეთი ფეხბურთისგანაც შეუძლიათ რაღაცები აიღონ, იმიტომ რომ იმდენი თასი მოიგონეს, რომ ხო, რაღაც საკონფერენცია ქვია იმას. კონფერენცია ლიგა, ხო, ეგ ხო, მაგრამ მთლიანობაში ლიგის მესამე დონე რა, და მთლიანობაში შეგვიძლია შევაჯამოთ ის, რომ ნუ ჩემპიონთა თასი აი ბოლო წლებში მაინც ეს ტულუზა, ლენსტერის გამოკვეთილი არის და სხვა გუნდები დაბლა არიან და აღვნიშნოთ ისიც, რომ ნუ ტულუზა ალბათ ისე არის, რომ აი საფრანგეთის ნაკრები ტულუზა სხვა შორის სამხრეთ აფრიკელები რასაც თამაშობენ სტილით რა, რომ ეს მძიმე შერკინება, ბევრი ფეხით თამაში, ისინი აი ძალიან პროფილები მოთამაშეების, აი გარემარბები, აი მძიმე მეორე ხაზელები, აი ეს ვერ ვიტყვით რომ ინგლისელები როგორც თამაშობენ მაგალითად სისტემურად იგივენაირად მიყვებიან ფრანგები. სხვა ტიპის მოთამაშეები ყავთ და აღვნიშნოთ რომ ყველაზე წინ არიან ამ ეტაპზე საკლუბო რაგბში. ტულუზა, გულისხმობ და რაღაც აი რატო გაუსვი ხაზი რომ ამათ აქ ტულუზას თავის სილაღე ეს ფრანგული ლაღი რაგბი, მაგრამ აი თუ დავაკვირდებით, როდესაც წნეხში არიან და ესეთი სანამ ორთაბრძოლა მიდის, ის თავისი ეს მძიმე რაგბით ტეხავენ პირველ რიგში, ნუ ახლა ჟუდე ტულუზენ ქვია, ტულუზის თამაშს გამოარჩენდნენ იმით, რომ ხაზი ყავთ ყოველთვის არაჩვეულებრივი ერთმანეთთან შეთამაშებული, ყველა მხრიდან რომ პასი შეუძლიათ, ფეხით გადაკიდება და მაგ ტრადიციას არასდროს არ არღვევენ, სულ კარგი ხაზი ყავთ ყოველთვის. თუნდაც ეხა ხო არის თქვა ტამაკი, დუპონი, ისა შემცველიც რომ მოდის, ხო, ისეთი მაგარი თამაში ჩაატარებს ის შემცველიც, რომ რაღაც ტულუზა მართლა სხვა დონეზეა ევროპაში. სხვა გუნდი ვინ რო შეადარო, ხო, ლესტერს შეიძლება ლესტერიც კი იყო 1-2 სეზონი, რომელიც ხა სულ პირველზე და სულ ჩემპიონი იყო, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ დაუვისახნა რა. რაღაცა როგორც წავიკითხე, ძალიან ბევრი ფულის დეფიციტია უკვე ირლანდიაშიც და საკმაოდ კრიზისში შეიძლება ჩავარდნენ ჩვენი მეგობრები, როგორც უელსი, არ ვიცი, ჯერ არ გამოუძროლა იმ კრიზისიდან და მაგათაც თუ ეგ კრიზისი დაეთყოთ ძალიან გაფუშდება. ინგლისშიც არის სხვათა შორის, ინგლისში საერთოდ დიდი სკანდალია ამ ხელფასებთან დაკავშირებით. ინგლისის რაგბის ფედერაციის ბოსებმა რაღაც ძალიან დიდი მილიონზე არის აქ საუბარი, პრემიები გამოიწერეს და მაგაზეც ძალიან დიდი ამბები ატეხილი, იქაც კრიზისი არის, ცოტა ხნის გუნდები დაეშალნენ და წარმოიდგინეთ როგორი ცუდი სიტუაციაა. ჩვენ საუბრობდით გლობალიზაციაზე და აბსოლუტურად განსხვავებული მოდელია შვიდკაცა რაგბი, სადაც აი მაგალითად გახსნილი არის, ბევრად უფრო მარტივია რა, ითამაშებ კარგად და მოიგებ რაღაც გარკვეულ ტურნირებს, გზახსნილია და ადიხარ ზემოთ რა. ამის ნათელი მაგალითია ესპანეთის რაგბი 7-ის კაცთა ნაკრები, რომელიც ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა, მაგრამ აი ამ სეზონის სტარტი ეს ორი ტურნირი, რომელიც ესპანელებმა ითამაშებს, კაცთა რაგბი 7-ის ნაკრებზე არის აქ საუბარი კონკრეტულად, ძალიან მაღალი დონის იყო. დუბაიში მეორე ადგილზე გავიდნენ და მერე წავიდნენ და კეიპტაუნში ჯგუფი მოიგეს და ნახევარფინალში იყვნენ ისევ. და აი ეს არის მაგალითი, რომ როგორ შეიძლება რომ თქვათ რაგბი არ იყოს, რაგბი 15 არ იყოს პრიორიტეტული შენი ქვეყნისთვის და მე რამდენი სპორტის სახეობაა ეხა იქ რაგბი ხო, პოპულარიზაციით ნუ აღარ ჩამოყვებით, ხო? და მიუხედავად ამისა, ნაკრები ესეთი ანგარიშგასაწევი ძალა იყოს და მათთვის ესეთმა არაპოპულარულმა სპორტის სახეობამაც კი როგორ შეიძლება რომ რაღაც ელემენტარული ყურადღების ფონზე აი ესეთი მაღალი შედეგები დადოს. ორი ეტაპი იყო, თან მიყავდა ეს სერიები. შაშანაც მთელი წელი და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გაზრდილია სიჩქარეები.
დონე არის ასწავლად მომატებული. თან აბსოლუტურად ყველა ტურნირი მიყვავს, იქ ანალიზები, სტატისტიკებს ვადევნებ, თვალყურს. აი რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს. აი ესპანეთის ნაკრები შამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი გრანდი არის. აი მაგალითად აღარ ვქია უკვე. კი, რადგან აი დუბაიში ახალ ზელანდიას ორივე მატჩი ჯგუფშიც და შემდეგ უკვე პლეი-ოფშიც დამაჯერებლად მოუგო, აჯობა აშკარად. აღნიშნოთ ფიჯი, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ის თამასა ისევ გააგრძელა და დაიჭირა, რაც დუპონთან ერთად მოახერხეს და ოლიმპიური ჩემპიონები არიან. სხვა შორის ძალიან ისეთია ერთფეროვანი აქვს სელექციის სისტემა ამ გუნდებს. რაღაც ტურნირების მანძილზე საკმაოდ ბევრ მოთამაშეს დიან ხოლმე, რომ სელექცია გახსნილი აქვთ. მოკლედ გარკვეულ ბირთვს მოკლედ ამოარჩევენ და გადიან რაღაცას ასწავლ ფიზმომზადებას და აი ამ ტურნირებს უკვე ძალიან მაღალ დონეზე შეხვდა რამოდენიმე გუნდი, მაგრამ მთლიანობაში აქაც 12 გუნდია რა და 16 როცა იყო მსოფლიო სერიაზე, ჩვენ ვერ გავდიოდით ბოლოს, მაგრამ უფრო მეტი შანსი ჰქონდა ჩვენაერ ქვეყნებს, იგივე გერმანია წვალობს, მაგრამ და საკმაოდ კარგი გუნდი ყავს და კენია ძალიან კარგი იყო, მაგრამ მთლიანობაში ერთადერთი აი ეს 16 გუნდიანი რო იყოს, კარგი იქნება, იმიტომ რომ აი ბოლოზე გავიდა მაგალითად ბოლო კეიპტაუნში ირლანდია. და როგორი კონკურენცია წარმოიდგინე, ავსტრალია და ისეთი გუნდები ხშირად მეათე ბოლოს წინა ადგილზე და ესე ამ ხრივ რაგბიშვიდში აი ორი ტურნირის ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 4-5 გუნდი არის გამოკვეთილი, მაგრამ ისე რომ რომელიმე გუნდი განსაკუთრებით გამორჩეულია ისე რომ ერთპიროვნულად შეიძლება რომ დომინანტი იყოს როგორც ჩაშან მაგალითად არგენტინა იყო, ესე არ არის, ძალიან კარგი არის ფიჯი, ფიზმომზადება ჩაგდება ქონდათ წინა წლებში და ფიზმომზადება, აი ბოლო წლებში რო არ ყოლიათ ისეთი გუნდი ყავთ და ფიზმომზადება ძალიან მაღალ დონეზე აქვს და ეს ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა ქონდათ ფიჯელებს, რომ აი დიდი ხანი ბურთს რო უჭერდნენ, აი განსაკუთრებით მისდევდნენ ტემპს და ჯარიმდებოდნენ და მარტივად აგებდნენ, ანუ პლეი-ოფში უკვე უჭირდათ რა. ნუ ყოველ შემთხვევაში ერთ თამაშს აგებდნენ ხოლმე და აღარ დონის შედეგებს ვერ დებდნენ. ნუ ესპანეთი კარგი იყო თქვით, არგენტინა უფრო სუსტიანი ვიდრე შარშანი იყო, მაგრამ მაინც ამ ნახევარფინალი ხუთეული ეს სულ არის ზემოთ და ნუ სამხრეთ აფრიკა იყო იდეალური, ანუ ამ ეტაპისთვის ვიტყოდი, რომ აი ეს ფიჯი, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი არიან ყველაზე მაღალ დონეზე, მაგრამ ნუ 1-2-3 გუნდის ახლოსა. შემდეგ უკვე ამერიკას თაობათაცვლა აქვს, ზელანდიას და ავსტრალიას აქვს, მე მგონი ძალიან დიდი რეგრესი. ნუ ზელანდიას და ავსტრალია, ნუ რა დონეზეც თამაშობს, ისედაც იშვიათად იგებდა ხოლმე სერიებს და ზელანდიას ყავს ძალიან მაგარი მოთამაშეები და ეს ესპანეთი მაგალითად როგორც უგებს თამაშს, ანუ თავიდანვე იგზნობა ხოლმე, რომელ გუნდებთან გაუჭირდება ზელანდიას, აი უფრო ინდივიდუალურზე დამყარებულ რაგბს თამაშობს და რაგბიშვიდშიც უკვე ის პერიოდია, რომ სისტემური გუნდები უფრო ფასობს და ძალიან მარტივად წააგეს აი მნიშვნელოვანი თამაშები, რომ ზემოთ ასულიყვნენ. ზელანდია უფრო აი მე-5-დან მე-7 აი მაგ პოზიციაზე არიან. რაც არ უნდა გაგვიკირიდეს ამ მომენტისთვის ლევანდელ სეზონში ჯერჯერობით ესპანეთი უფრო წინ დგას ვიდრე ახალი ზელანდია. თავის თამაშის ხარისხი. კი ბატონო. ნუ ასევე ქალებსაც შევეხოთ, აქ ნუ ზელანდია, ავსტრალიის დომინანცია ბევრად უფრო დიდი არის. და სხვათა შორის აღნიშნოთ აქ იაპონელების და ჩინელების ძალიან მაგარი თამაში და ნუ ჩინეთი ახალი ამოსული არის და არ არის ესე უიმედო აუთსაიდერი და იაპონელები აუთსაიდერობიდან უკვე აი დაახლოებით აი საშუალო დონის სამზე ავიდნენ პოზიციაზე ავიდნენ და მათი თამაში არის ალბათ
ძალიან ქალებში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო საყურებელი ეს უწყვეტი რაგბი ტანინით ხა შედარებით ბევრი ფაზა არიან, მაგრამ რაქის გაწმენდა ბურთის შენარჩუნება ძალიან კარგ ყურებად რაგბს თამაშობენ. ერთ სიტყვით ძალიან მოიმატა რაგბი 7-ის დონემ. ერთი ცუდი ის არის, რომ სერიების რაოდენობა 7-მდე დაეცა, შემცირდა. სხვა შორის, ახსენეთ, რომ სილკში ყველა სერიის პირდაპირ რეპორტაჟია და მიდის საუბარი, რომ შეიძლება ჩელენჯერის სამივე ეტაპი პასუხს ელოდებიან და იყიდონ ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ასპარეზებს. ქალების და კაცების უკვე ერთად არიან. ხო, არის რაგბი ევროპაზე. ხო და მარტი, აპრილში არის სამი ეტაპი, ორი არის კეიპტაუნში და ერთი არის კრაკოვში და აქ შემაჯამებელი ანუ სამი ტურნირის ჯამში კრაკოვი ხო ორჯერ ხო იქ და ერთი კრაკოვში ხო და 4 გუნდში თუ მოხდება საქართველოს ნაკრები უკვე მადრიდში სხვა შორის ეხლა უფრო მარტივი გახდა მსოფლიო სერიაზე იმ ხრივ მოხვედრა რომ მანდამაინც ერთი ტურნირის პირველ ადგილ ანუ პირველზე გადიდა ისე მოგატი მოხდი ესე არ არის ანუ ჯერ ამ რა თქმა უნდა თუ ისეთი კარგად მომზადებული გუნდი ხარ 4-ში უნდა შეხვიდე ჩელენჯერზე რომელიც საკმაოდ ჩელენჯერის ჯამში სამი ჩელენჯერის ჯამში რომელიც საკმაოდ რთულია არ არის მარტივი იმიტომ რომ გერმანია იგივე კანადა ჩამოსული ბევრი კარგი გუნდია ჰონკონგი სხვადასხვა გუნდები და აი შემდეგ ბოლო ეტაპს ვიძახი მადრიდში სადაც მე-19 და აქედან ასული 4 გუნდი და ზედას ქვედა 4-ეული და ქვედას ზედა 4 კი რა და იქ ფაქტიურად ერთი თამაშის მოგებაზე გადიხარ უკვე ზემოთ რა მაგრამ აი სხვა შორის აი ასული გუნდებში აი ურუგვაი ძალიან გაუჭირდა ფიჯიმ 70 გოლა გაუკეთა 14 წუთში მაგრამ აი იქ არის გვახსოვს არა ის მომენტი როდესაც ფინალი წავაგეთ ხო სწორედ იმ ურუგვაისთან და აი ურუგვაისთან როგორ შეგვეძლო იმ ერთი კონკრეტული თამაშის მოგებით და იმ ტურნირის მოგებით შეგვეძლო რომ ჩვენ მომდევნო სეზონი გვეთამაშა უკვე მსოფლიო სერიაში სერია და კი და მე როგორ შეიცვალა ურუგვაი მე ითამაშა ის სეზონი მე და როგორ წინ წავიდა ურუგვაის რაგბიშვიდი აი მაგ ამხრივაც ნუ ძალიან დიდი ფინანსები არ არის რაგბიშვიდში მაგრამ ნუ სოფლიო სერია არის დიალური ალბათ ნუ ჯერ ისედაც რაგბი შეიძლება ძალიან მაგრად არ გიყვარდეს მაგრამ ერთ-ორ თამაშს იქ უყურებ რა ეს 14 წუთი ერთ სიტყვით უფრო ყურებადი არის რა აი ისეთი მაყურებლებისთვის რომელიც მანდამაინც 2 საათი არ დაждდება და არ უყურებს რა და აღნიშნოთ ის რომ ანუ მარკეტინგულად ძალიან კარგად არის შეფუთული და არის აი ის რომ აი ნამდვილად ღირს აქ ფულის დახარჯვა რადგან ღია არის კარები და შეგიძლია აი რაც გიო შენ თქვი პატარა დონიდან დაიწყო ამის გარდა რომ ჩელენჯერი სოფლიო სერია რაგბი ევროპის გრან-პრი ამის გარდა უამრავი უმაღლესი დონის ტურნირები არის დუბაიში, ამსტერდამში, რომში და ისეთი ძალიან კარგ ქვეყნებში ლონდონში და შეგიძლია რომ ითამაშო და იმოძრაო ამ ხრივ ჩვენ ჩამორჩებით რა და ეს მიმართულება ჩემი აზრით უფრო გასანვითარებელია, იმიტომ რომ სადაც ღია არის კარები, შეგვიძლია რომ იქ წავიდეთ თან. რამდენად გვაქვს შანსი წელს რომ წინ წავიდეთ? აი, ჩემი აზრით როგორი მომზადებული ვიქნებით უშუალოდ იმ ტურნირზე და არ ვიცი ხარ რა დონეზე არის დაგიგმარება. პირველი აი ჩვენი ნაკრების აი ბოლო წლების პრობლემა, რასაც უყურებდი, მთავარი პრობლემა არის პრაქტიკა არ აქვს რაგბი 7-ის თამაშის მოთამაშეებს უშუალოდ ან ერთ ტურნირზე არიან ნამყოფი ან ორ ტურნირზე რაც ძალიან ცოტა არის რომ ჩემი აზრით აუცილებელი არის რომ მინიმუმ აი ჩელენჯერები სადაც იწყება ბოლო 4 თვე 6 თვე არის ხოლმე რომ შვიდკაცაში ხარ და შვიდკაცად ხო რა რომ ამ ხრივ პრაქტიკა კონდეს რომ რაღაცა 5-6 ტურნირი მაინც რომ 3-4 ტურნირი მაინც კონდეს თითო მოთამაშეს ნათამაშები და ერთი
რა ვიცი, სამ თვეში 4 ტურნირი მაინც უნდა ითამაშო. როდესაც ესე 2 წელიწადში ვერ თამაშობენ 4 ტურნირს. არა, ძალიან და მე როდესაც მიდიხარ თუნდაც ჩელენჯერზე იქ ჩილე და ვიღაცები არიან, რომლებიც ძალიან მაგარ მომზადებულები არიან და ამათანაც გვიჭირს და საქართველოს ნაკრებს და ქართველებს რაგბიშიც თამაში შეგვიძლია, ბევრჯერ დამტკიცებულა და ტრადიციებიც აქვს, რომ პირველი სპორტი იყო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და საერთო მსოფლიო სერიაზე სხვადასხვა 19-2000 წლები თუ არ მეშლება საქართველოს ნაკრები გავიდა 4-ეულში მსოფლიო სერიაზე, სადაც ნახევარფინალში მე მგონი სტელენბოში იყო და ჩვენთან ერთად იყო წარმოიდგინე სამხრეთ აფრიკა, ფიჯი და ახალი ზელანდია, საქართველო. ჩვენს დაბლა ინგლისი, ავსტრალია და ასე შემდეგ. და სხვა შორის ისინი ქონდა რა, რომ ინგლისთან მოგვიგია, ევროპის გრან-პრიზე, ირლანდია, კი ბატონო. მსოფლიო თასზე 10 ადგილზე თუ მე-11-ზე გავედით, ანუ პირველი სპორტი იყო რაგბი 7, სადაც აი გუნდურ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატზე გავედით და ამ ხრივ ტრადიციები გვაქვს, მაგრამ ძალიან განვითარდა და ჩვენც ფეხი უნდა აუწყოთ და ისედაც ძალიან შეზღუდული არის რაგბი 15-ში ჩაკეტილი არის სივრცეები და განსაკუთრებით ახალგაზრდა უკანახაზელებისთვის, აი 18-დან 23 წლამდე, რაც უფრო მეტ ტურნირს ითამაშებენ, ღია სივრცეებში, უამრავ სასიკეთო, მოკლედ უნარებს შეიძენენ. ხვალზე იყო ხა ტურნირი ამ ზაფხულს და ბევრმა გუნდმა საერთოდ არ გამოიყვანა გუნდი და აი ძალიან ცუდად იყო დაგეგმილი ალბათ ანტონი, ისეთ დროს იყო დაგეგმილი, რომ მოთამაშეები ძირითადად უკვე დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები, ტრავმების ალბათობა იყო საკმაოდ დიდი, რომ აი გავშვებული მოთამაშეები თან ხვალე არ უშვებდა ბუნებრივ სტადიონზე, გუნდები გააბრაზა, მე შეუშვეს, მაგრამ თან არ დაგვაუწყდეს, რომ ოლიმპიური სახეობაა რაგბი 7, აქ არის აქ ერთვება ასევე ოლიმპიური კომიტეტიც. დაფინანსების კუთხით შეიძლება და სხვა ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტები ძალიან დიდ ფულს გამოდიან იგივე რაგბი 7-ის განვითარებაში, იმიტომ რომ ცდილობენ რომ იყოს მედლისთვის გუნდური არავინ არ ყოლია, გუნდური სახელმწიფოს პოლიტიკა იცვლება იმ სპორტ განვითარებაში, რომელიც მასზე გადის ოლიმპიადაზე, ხო? არ ყოლია, ეხლა ძიუდოს ნაკრები კი იყო გუნდურ სახეობაში, მაგრამ ეს მაინც სხვა არის. გუნდური არ ყოლია ოლიმპიადაზე არასოდეს არც კალათბურთმაც ითამაშა საკვალიფიკაციო ეტაპი და წავაგეთ ლატვიაში, ახლოს ვიყავით, მაგრამ წავაგეთ და ფეხბურთიც და შეუძლებელი, ანუ ძალიან რთული არის, მაგრამ მუშაობის შემთხვევაში შეუძლებელი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ისე არის დაყოფილი, თან კვოტები განსაზღვრული და ასე შემდეგ, შეუძლებელი ნამდვილად არ არის ოლიმპიადაზე მოხვედრა, მაგრამ ამისთვის ჯერ მსოფლიო ჩემპიონატზეა საერთოდ გასვლასაც უფრო დიდი რაოდენობა მოთამაშეების მოძებნება. მოკლედ მსოფლიო სერიაზე უნდა შეხვიდე მანამდე. იმიტომ რომ ძალიან რთული არის, ზოგადად ისე არის დაყოფა და ისა. და ჩემი აზრით რაგბი 7-ს აქვს იმის პოტენციალი, რომ იყოს პირველი ქართულ სპორტებში, აი პირველი სახეობა, რომელიც გუნდური სახეობა, რომელიც ოლიმპიადაზე ითამაშებს, ამ ხრივ ფეხბურთის და კალათბურთი ბევრად რთული არის. რა თქმა უნდა. ჩვენ შეგვიძლია რომ აი ესე დაუსრულებლად ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, რაგბის პოდკასტში, რაგბზე, რაგბი 7-ზე, რაგბი 15-ზე, თუ დაგჭირდება რაგბი 13-ზეც, ლიგა რაგბიზეც. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სპონსორებს, ბუბუ ჯგუფს და ასევე ლაგაზეტა დელა სპორტ ჯორჯიას ჩვენი პოდკასტის მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ასევე ლევან უბოლაძეს, რომელმაც არ დაიზარა და აი ესეთ ქვეყანაში ესე მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მაინც ჩვენთან ერთად არის, ჩვენს გვერდით არის და მონახადრო რომ იყოს ჩვენს პოდკასტში, ისაუბროს აი ესე ცლად, როგორც ქართულში და რაგბიზე, ასევე გლობალურად რა ხდება საკლუბო დონეზე, ჩემპიონთა თასზე, რაგბი 7-ზე. დიდი მადლობა ლევან, რომ იყავით დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და დარწმუნებული ვარ, ჩვენმა მაყურებელმაც მიიღო დიდი სიამოვნება ამ ყველაფრით. კარგად ვსანდებოდეთ, წარმატებებს გისურვებთ. სასიამოვნოა რაგბის რაც შეიძლება მეტი გადაცემა, იმიტომ რომ საჭიროებს ცოტა მეტი ინფორმაციის მიწოდება სარაგბო საზოგადოებისთვის და არა მარტო სარაგბო საზოგადოებისთვის. იმედია
მოეწონება მაყურებელს და რა ვიცი, მშვიდობა უსურვოთ ჩვენს გარშემო. იმედია, მშვიდობა და ცუდის და კარგის გარჩევა ვიცოდეთ ქართველებმა ეგ იქნება და კაი. ძალიან დიდი მადლობა, ვინც გვიყურებთ და გულშემატკივრობთ კიდე თქვენ. ანტო ფეიქრიშვილი, გიორგი ბარბაკაძე, ლეონ ობოლაძე ვიყავით თქვენთან ერთად, ვიღებდით ის სიამოვნებას ამ რაგბის პოდკასტის წაყვანით, საუბრით, ჩვენ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.